ეს რა გავხეხე მეგობრებო ჩემი ცხვირი, ეს შავი წერტილები რო გამოჩდება ხოლმე, მაგისთვის არის ეს პროცედურა, ბუნებრივია სრული და რითი უნდა გააკეთო გეტყვი ვიდეოსი წინ. გამარჯობა მეგობრებო, ესევე ჩვენი მესამე დღე, უკეთესი მე, უკეთესი თქვენ, პირდაპირ მზე უნდა მიიგოთ, ავდექი დღეს შაბათი არის 9 საათზე ავდექი, პირდაპირ მზე თვალებში უნდა მოხდე ეს საუკეთესოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ანთების პროცესი რო შემჩირდე. მეორე საქმე ჯეითუნის ზეთი ერთი სუფრისკოზი ჩვენი კუჭი-კუჭნაწლავის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო. ძევიდან თბილი წყალი. ძევიდან მივაკოლებ თბილი წყალი ყოველდღე საუკეთესო დილის რიტუალია. მეორე საქმე რასაც დღეს გავაკეთე, მომიწია სიდედრის გაკეთებული უნალეხო კავა. ისე თუ ისე გემრიელი იყო, კავის მერე კბილები რო არ გაფუჭდე, ყოველთვის ძეთით გამოვლენა აქ არადროს, იქით უნდა გადააგდო ეს. ეხლა გეტყვი ეს პროცედურა რა არის? ეს პროცედურა არის ცხვირში, რომ ეს შავი წერტილი არ გამოჩნდე. ამისთვის ოსპი ბოლომდე დაფხვი, წვრილად დაფხვი და ამატე თქვენი ნებისმიერი სახის კრემში და ეს პროცედურა გააკეთე, საუკეთესოა. მეგობრებო, დღეს გავამზადებ პირველი საჭმელისთვის, ანუ პირველად რო ჩამდგეს, მესამე დღეა ჩვენი უკეთესი მეს, გავამზადებ ჭემებურად. საინტერესო სუნელებით ნახეთ ქათმის ფრთები. გამოვიკენებთ ბულგარული, ქართული ქათმის სუნელი პლუს ინდური ქათმის სუნელი. სადაც მიხაკი და ეს ყველანაირი პატარა-პატარა სუნელები, ძირა, დარიჩინი რაღაცები შერეულია. რა თქმა უნდა, მარილი მეტი არაფერი არ ჭირდება, ეხლა მარინაცია, ყველა სუნელები ცოტახანი დავტოვებს და მერე ელექტროგუმელი მაქვს, იქ გავამზადებ. ერთი კოზი ჭირდება, მეგობრებო, მაწონი, მეტი არა. ცოტათი მჟავე მაწონი თუ იქნება, უფრო გემრიელი იქნება. ეს ინდური ცოტა. ეს ქართული. და ეს პაპრიკა. ილია. იმალეს მარილი. შეურევთ. მე კანიანად ვამზადებ, მეგობრებო, ჯოგ-ჯოგს კანი არ მოსწონს. მე კანი არადროს თუ მოგწონს კანი, კოლაგენი აქ არის. კოლაგენისთვის ეს კანი მე გემოსას მოსწონ. კაია. თუ არ მოგწონს, თქვენი ნება გადააგდე კანი და მარტო ეს გააკეთე. მაგრამ გირჩევთ რომ კანიანად ჭამო. ესე დავალაგე. ეგეთი რაღაცა. დავაფარეთ ელექტრო. ეს ყველა საქმე მგონი ოჯახში. პირველი საჭმელი მზად არის, მეგობრებო. ეხლა გაჩვენებს რა ვჭამ დღეს პირველად. როგორ ყოველთვის სალათა, ანუ სალათის ფურცლები, ბულგარული, პომიდორი, კიტრით გაკეთებული სალათა, წონა იქნება დაახლოებით 240-250 გრამი. ეს არის ცხიმი და ცილა, ქათმის თები და დღეს ვიგებ მე 2 ნაჭერი ქათოს პური. ყოველთვის მეგობრებო, თუ გაცუქებს ეგეთი ადამიანი, ვისაც აქვს ოტოიმუნური დაავადებები, ბუდობრივი ცვენა, ფსორიოზი, სხვადასხვა კანის პრობლემა, როზაცია, ლოქები რო გაწითლდება, ცადე რომ ეგეთი ადამიანი პური, სადაც შედის ხორბალი, ნებისმიერი ეგეთი რამე, სადაც ხორბალი შედის, მოერიდეთ, პლუს ეგეთი რამე, სადაც შედის რძე, რძით გაკეთებული ნებისმიერი რამე, მოერიდე, თუ გაქვს ოტოიმუნური დაავადებები. პირველი თებში მორჩა, ეხლა უნდა დაიწყოთ მეორე თებში. ჯოგი ურევს, რომ ერთად ურევს, არა. როცა გენერელი წინ მიდის და უკან ძარი, ეგ წესია წინ წავა ბოჭკო, რომელიც შედის
აქა წინ წავა ეს ბოსტნეული, მერე წავა ეს ცხიმი და ცილა, ბოლოს ნაკშირის წყლები. საუკეთესო იქნებით. უკეთესი იქნება ყველა. ისევე პირველი თებში ბოსტნეულია, პომიდორია, ცოტა ჯეთუნის ხილია, ბულგარული, კიტრი პომიდორი და ესა. ნებისმიერი ბოსტნეული შეიძლება. პირველად ეს თებში ბოლომდე უნდა გაათავო. ბოლოს ეს არის მაჭვნის სუფი. მაჭვნით გაკეთებულია დღეცემი სიდედრის აქშია და სიდედრის გაკეთებულია. გამოკენებულია ფხვილი და ბრინჯი. მე გირჩევს თუ წარბიწონა გაწუხებს და თუ გაჩუქებს ინსულინის პრობლემა, ინსულინის რეზისტენტობა და დიაბეტი. ამ შემთხვევაში აქ ფხვილი არ გააკეთო და გააკეთო წიწიბურად. წიწიბურა მაჭვნის სუპი უკეთესი იქნება ვიდრე თეთრი ბრინჯით გაკეთებული. მე აქედან არც ერთი პრობლემა მაქვს, არა მაქვს, ბოდიში აქედან არც ერთი პრობლემა მე არა მაქვს, იმიტომ ჩემთვის ეს პრობლემა არ იქნება. დავამთავრებთ ბოლო ეს საჭმელი, თქვენს ჭამე ეს თქვენი ბოლო საჭმელი და აუცილებლად ყოველდღიური სიარული გააკეთეს. სიარულის დროს იხარჯება ზედმეტი გლუკოზა. ინსულინი დასტაბილურდება და ბევრი პრობლემის მოგვარება თვითონ გახდება. წონაში დაიკლები, დიაბეტი ქვევით წამოვა, იქნები უკეთესი თქვენ, უკეთესი მე. კარგად და ჭამთელად.